გადაიხდის, მეტ დროს დახარჯავს, უფრო მეტად მოირგებს და უფრო მეტად გააკეთებს. ის სწავლა იქნება, პროდუქტი იქნება, ტექნოლოგიები იქნება, რაც არ უნდა იყოს. ეს ჩვენ ახლა ვეხებით ძირითადად პროფესიონალურ პრობლემას კი არ ვეხებით, პიროვნულ პრობლემას ვეხებით. პიროვნული პრობლემის გარდა პროფესიონალური პრობლემაც არის და ტაქტიკური პრობლემაც არის, ტექნოლოგიები რა ესე რომ ვთქვათ. სულ სამივე სფერო ერთმანეთზე მოქმედებს. შეიძლება მაგარი პროფესიონალი იყო, მაგრამ პიროვნული პრობლემა ჰქონდეს. და პიროვნული პრობლემა ან შეყვარებული, ან უფროსთან, ან მეგობართან, ან რაღაცა წყენა ჰქონდეს და უკვე ასოციაციურ მდგომარეობაში რომ მოდიხარ, მარჟა უკვე ეცემა და დაბალი კონვერსიაა, რა თქმა უნდა, ტრაფიკთან ვეღარ მუშაობ და ტრაფიკს ვერ ამუშავებ და საშუალო ჩეკიც უკვე აღარ გამოდის ესე. ოკეი. კაი, მოდი ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ეხლა თუ თანახმა იქნება. შენ ახსენე, რომ მოკლედ ეხმარები ადამიანებს, რომ უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, ანუ უფრო მეტად გააზრებულად გააკეთონ რაღაცეები, მათ შორის მოლაპარაკების პროცესში და თავის პროფესიაში და ის არაცნობიერი, თუ ქვეცნობიერი, რომელიც ხელს უშლის კონკრეტულად რაღაცეებში, დაეხმარო იმის პოვნაში და გადაალახინო. მე ვარ მოკლედ შენი კლიენტი. და გთავაზობ, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს. გონია, რომ ბევრად მეტი შემიძლია. და რავი, ანუ საკმარისად ყოფილი არ ვარ საკუთარი თავით რა. და არ ვიცი, აი რა მჭირდება, მაგრამ ხვდები, გრძნობ, რომ მოკლედ ორჯერ უფრო მეტის შედეგის დადება შემიძლია. რაღაცა მიშლის ხელს. თითქოს რაღაცა მაჩერებს გადამწყვეტ მომენტში, რაღაცა კარგი იდეები მომდის, მაგრამ მე მეშინია ამ იდეების განხორციელება და დახმარება მჭირდება და ვისაუბროთ თუ გინდა ისე როგორც კლიენტი და მენტორი თუ როგორ ქვია თქვენ შემთხვევაში მაგას. ადამიანი, რომელიც ექსპერტირებულია ნეიროლინგვისტიკურ პროგრამაში. კი ბატონო, თუ თანახმა ხარ, თუ გინდა ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ჩავატაროთ, პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და საინტერესო იქნება ჩემთვის. დავუშვათ ეს როგორც შენ მითხარი, ეს სცენარი ახლა რაც შენ მითხარი, მე სიტყვებით უკვე მოვახდინე იდენტიფიცირება, ადამიანი მის ფასეულობებს სიტყვებით აჟღერებს. სიტყვებით ხვდებით უკვე და ერთი სიტყვა რაც შენ ისაუბრე, მაგას დავარქმევდი პოტენციალი. პოტენციალი ქვია. პოტენციალი რას აკეთებს ახლა? პოტენციალი არის კრიტერიუმი, რომ მეტი მოქმედება გააკეთო. მეტი მოქმედება იძლევა მეტ შედეგებს. ეს შედეგი იძლევა დადასტურებას. შედეგი მივიღეთ, გვაქვს დასტური. რეალურ სამყაროში. აი ეს რეალობა უკვე არის დაჯერებულობა. რაც დავინახეთ, შევქმნით, რასაც შეიძლება რომ ხელით შევეხოთ, სხვამაც დაინახოს. ჩვენ ესე იგი პრობლემა გვაქვს და ბერკეტი როგორ ვიპოვოთ? ბერკეტი. უკან უნდა დავბრუნდეთ. კრიტერიუმების უკან და ჩვენი ბერკეტი იქნება დაჯერებულობის ნაკლებობა. დაჯერებულობის ნაკლებობა, იმიტომ რომ დადასტურება არ გქონდა. დადასტურება რაღაცა გავაკეთეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და არ გამოვიდა. და ამიტომ რო არ გამოვიდა, დადასტურება ხო არ გქონდა, ჩვენი ესე ვთქვათ, რკალა დაჯერებულობას აქვს თავისი რკალა. როგორც გადაწყვეტილებას აქვს დრო, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ხანმოკლე პერსპექტივაში, ესეა დაჯერებულობას და რადგანაც დადასტურება ვერ ვნახეთ, რკალა დავარდა. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა დავაჭიროთ გაზს.